ავდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, ხო დღეს 24 თებერვალია, ვირაკეთი ჩარკვიანის გარდაცვალების დღე და მომღერალს სხვა შუადღეში მისი მეგობრები, ოჯახსწორები ჩვენთან ერთად გაიხსენებენ. სტუმრებს დაუძახოთ. გაიხსენებენ, იმიტომ რომ 25 თებერვალს 8 საათზე წეროთა სახლში წიგნის პრეზენტაცია რა, როგორ ვისი დაფინანსებით რა ვისი ხარდაჭერით. ხომსერს ეს პროექტი სწორედ ჩვენს ეთერში დაანონსდა პირველად და ძალიან მიხარია რომ შედგა, იმიტომ რომ არის გარკვეული და დიდი მნიშვნელობის მეტალი. ხარდაჭერით უცთავი ორია, რაც ასევე გვახარებს და ძალიან გიხარია. სტუმრებს ხოვოთ ახლა სტუდიაში, კეთათო ჩარკვიანი, მირაკლის მეუღლე, გია გუგუშვილი მხატვარი, გიგა კობალაძე, ფონდი ავტოგრაფის დამფუძნებელი და მხატვარი ნინო ჩუბინიშვილი. ხოთ ორჯანი. სალამი, გამარჯობა. გადავნაწილდები შეიძლება. გამარჯობა. სალამი. გამარჯობა. გიგა ძალიან გიხარია რომ დაპირებებს ასე ასრულებთ. მიხარია რომ გამოგვდის. შეიძლება? ინებეთ ეს გახლავთ პირველი ეგზემპლარი. პირველი ეგზემპლარი, აი ნახე. ამბავი მეფეზე. შრალიც არ არის. ო, არა, ხაი გადლია. ო, მართლა, მოდი, ვინაიდან პროექტის ახორციელებელი თქვენ ხართ, თქვენ დაიწყეთ საუბარი და მე გადავაცნოთ. იდეა დაიბადა დაახლოებით 6 თვის უკან, რომ გამოცემულიყო მსგავსი ტიპის წიგნი ირაკლი ჩარკვიანზე და მის არა მარტო მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს და ყველას ვისაც ქონია ირაკლის შეხება დაეწერათ ერთგვარი მოგონება, ერთგვარი შეხედულება ირაკლიზე. ძირითადი მიზანი წიგნის იყო ის, რომ ირაკლი საზოგადოებას დაენახა კიდევ ახალი კუთხით და როგორ იყო ის ყოფით ურთიერთობებში, როგორ იყო სხვადასხვა საქმიან ურთიერთობებში და ასე შემდეგ. და როგორც ერთად იცნობს საზოგადოება მუსიკოს, არამედ სხვა კუთხითაც და დაახლოებით 80-მდე ადამიანი მოვაგროვეთ, შევაწუხეთ. ძალიან სწორად მოიქცეთ, იმიტომ რომ ესეთი კუთხით, როდესაც ამდენი ადამიანის თვალით უყურებ, ისე იმ ადამიანს, ვისაც თითქოს ძალიან კარგად იცნობდი და იცი, ძალიან მნიშვნელოვანი. მე რომ მქონდეს ახლა წაკითხული ეს წიგნი, უფრო სხვანაირად ვკითხავდი ჩვენ სტუმრებს, მაგრამ ამჯერად ალბათ უნდა ვკითხო რა დაწერეს პირველ რიგში, ხო, რომ შემდეგ და უნიკალური ფოტოებით გამოვიტანოთ და კი, მათ შორის საოჯახო ალბომი. აი, აქ ვინც მოხვედით სტუმრად, დიდი მადლობა და ვინც ვერ მოვიდა კიდე, აი რომ გადახედო, ხო, უკვე ჩანს ირაკლის თქვით რაღაცა თვისება ხასიათის. სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა პროფესიის, უამრავი ადამიანი თვლიდა და თვლის ირაკლის მეგობარად თავს და აი ბატონო გია, თქვენი და ირაკლის ურთიერთობა ამ წიგნში რა სახით შევიდა? ხო, ცოტა უცნაურად, ალბათ იმიტომ რომ ეს უკავშირდება 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც აი პირველი ქართული თანამედროვე კონცეპტუალური მხატვრობა შემოდის თავისი ძალიან აქტიურად და როგორი რაღაცა საზოგადოება მაინც კლასიკურ მხატვრობას შეჩვენდა ეს პირველი კონცეპტი შემოსვა ძალიან უცხოა და ცოტა სკეპტიკური მომენტია და ამ დროს ხდება ესეთი საინტერესო მომენტი. აი პირველი ჩემი ურთიერთობა ირაკლისთანაც იყო. ქარვასლაში ეს ისიც საგამოფენო სივრცეც პირობით იყო, უბრალოდ იყო სივრცე, სადაც ეს ყველაფერი უცნაურობა უნდა განთავსებულიყო და ახლა აი იწყება გამოფენა თავისი უცნაურობებით, სხვა კომპოზიციებით და შემოდის მელოდია. რომელსაც იქ ადგილი არ უნდა ჰქონოდა წესით, იმიტომ რომ არ იყო ეს ისეთი პერიოდია, როცა ტექნიკაც ძალიან ცუდად მუშაობს და ირაკლი უკრავდა. პატარა ასეთი რაღაც მოულოდნელი ბგერა შემოდის და იცით რა, სანამ გავაცნობიერი რომ რა ხდება, რომ ეს ვინ არის და გასაგებია ირაკლია, მაგრამ კიდე აღარ მახსოვს ვინ ახდა გვერდზე. არიანი ლუკა ლაცერიშვილიც იქ არის, ყველა თაობას ყველა ბიჭი და უცებ ისე მოუხდა ეს ნახატების თავისი ჭყალებში უცნაურობა და ეს არაორდინალური მუსიკა, რომ მიხვდი რა ეს კაცი ჩემი ახლობელი. უბრალოდ ნახატიანად. აი ეს არის პირველი ნაბიჯი, შემდეგ ალბათ საშუალებისთან მიხედვით და რამეს მოგიყვებით, მე აი ამ
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ნახატიც კი დავხატე, ამას ალბათ უგექნება საშუალება აფეთქერად მოგიყვებით მოგიყვებით, გვაქვს საშუალება. გვაქვს საშუალება. ისიც რატომ ჩვენთან ეგ წერო, აი ხო შინაურგდელ შეიძლება არ აქვს ცნობილი ფრაზა, რომელიც ნუ ყველასთან რაღაცა ყველასთან მუშაობს. და ჩემთვის არ იყო ეს მუსიკოსი და ხელოვანი, რომელიც წერდა მუსიკას უკრავდა, ქმნიდა და ხატავდა. ეს ყველაფერი არის ურთულესი მომენტი და ჩემთვის ისეთივე რანგში იყო ეს კაცი და არის დღესაც როგორც თუნდაც ნებისმიერი სოფლის ვარსკვლავი უბრალოდ არ მინდა ხო დავიწყო მამახსენებაში ხო რაღაც თავშოთი ჯიმ ჰენდრიქსი იქნება თუ სხვები უამრავი რომელიც სხვა ინფორმატიულ რანგში შემოვიდა ჩვენთან და ამ დროს შენ ყავს შიგნით კაცი რომელიც შეიძლება ამ ინფორმატიულობის გამო ვერ იყოს მაგრამ საოცარ ხელოვნებას ქმნის ხო და აი მოხდა ეს და ძალიან უბრალოდ განვიცადა და დავხატა ერთი ნახატი არც თუ ისე პატარა ზომის მე დაუკავშირდი ქეთათოს ეს რო დამეხატა არ შეიძლება ეს არის მუქი ლურჯი ფონი და კომეტის გაელვება იქ არც კომეტა ხატია ის არაფერი ეს არის დამოკიდებულება მისი და სამყაროსი ჩემი და სამყაროსი ჩემი და ირაკლის აი ამ გაელვებას კომეტა რომელიც პრინციპში კი არ ვარდება ზემოთ იწვის აი ამ ეს იყო იდეა ჩადებული ამაში არ ვიცი ეს გამოძახილი იყო ჩემში მისი შემოქმედებისა და აი რაღაცნაირად აი ესე ვცადე ამისი მერე თქმა უკვე წიგნში და დანარჩენს აიკითხა თქვენ. ნინო, შერაცადე რო გეთქვა წიგნში. ეს განსაკუთრებული არაფერი, იმიტომ ძალიან ბევრი დიდი პერიოდის განმავლობაში ძალიან მეგობრობ და პრინციპში გავიხსენე პირველად როცა გავიცანი რა ეგ 19 წლის ვიყავი იტალიაში ჩავედა. პირველი შეხვედრა ეს 13 წლის რო ვიყავი ბავშვი. მაშინაც ეს შორიდან ვიცნობდით სულ ერთმანეთს ეს პირადად რო მოზრდილი ადამიანი შევხვდი მაშინ რაღაცა ეგ მომენტი აღწერე და მე უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სულ რო ქონდა ურთიერთობა როცა გოსლობთან ერთად ვიყავი არა მარტო ოლეგ ტიმჩენკოსთან თელის პერიოდზე ჩემ რაც მე ვყალიბდებოდი ხელოვანად აღწერე ირაკლის თვისება რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რომ პრინციპში ძართული იყო ჩემთვის რაღაცა ასაკიდან რაღაც მისი თვისებების ბოლომდე გაგება და დანახვა. არ ვიცი, ჩემთვის იყო ეს, იმიტომ იყო რასაც ჩემი მეგობრები, რომელსაც ვერც მარტივი იყო იმ მომენტში, თქვა სალონ მაჩაიძე, გიო სუმბაძე, ნიკა მაჩაიძე, რომლებიც ეს ხედვა უკვე რაღაცნაირად ჩამოყალიბებული, გაფორმებული იყო იმ მომენტში. ნუ უფრო გვიან ჩამომეყალიბდა რაღაც ხედვები, რაღაცა ყოველს თავის დროზე ეხსნება. და ეს ირაკლის გახსნილობის აი ეს ხარისხი და ლაპარაკი თქვათ ამ სულიერ პროცესებზე რომელიც ძალიან ფაქიზია და ესე გახსნილად პრინციპში რომ მაგის თვისება იყო აი პიროვნული თვისება იყო რომ არ ეშინონდა ელაპარაკა გაშიშვლებულიყო ძალიან ველური სამყაროს წინაშე 90-იან წლებში და ველური ადამიანების წინაშე ეს იყო სიგიჟის ტოლფასი იყო პრინციპში და როგორც დღეს ახლა ძალიან თუ გულწრფელობთ რაღაც დონეზე არის მაგრამ მაშინ პრინციპში ამ ადამიანებს პირველად ეს ატაკა მიიღეს ამ უცნაურობის და რაღაც იმათთვის რა თქმა უნდა ეს მილიონჯერ მტკივნეულება ჩემ ტვინში ეს გარდატეხა ეგრევე მტკივნეულად მოხდა მაგრამ მაშინ ეს ხო აბსოლუტური გიჟი იყო ეს ადამიანი და ამიტომ და აი ამ ტკივილზე ლაპარაკობდა იმდენად შთამბეჭდავა და ამ გახსნილობას რომ პრინციპში ვერ ხვდებოდი რა და ნუ მე მივხვდი ეს უბრალოდ ესეა და ამდენად ძალიან ისეთი იყო რომ მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემ ცხოვრებაში და ბევრი მე დარწმუნებული ვარ რომ 80-ვე რომ მოგვიყვანა 80-ვე ეთქვა და რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის მიუხედავად ცდები მეორე პროფესიისა და ასაკისა ქეთათო ერთი რამ მინდა და მეკითხა როდესაც საუბრობდით ამ მომენტივ და გიფიქრიათ ამაზე ირაკლი რომ არ დაბადებულიყო საქართველოში აი ეს რაღაც კომეტაზე გამახსენდა რა შეიძლება ყოფილიყო ირაკლი ჩარკვიანი საქართველოში ვარ დაბადებულიყო და სხვაგან არ ვიცი ალბათ როგორც შემოქმედს გულისხმობ ამჯერად და საქართველოში დაბადება საკმაოდ საინტერესო იყო ალბათ მისი სულისთვისაც მისი ინკარნაციისთვის იმიტომ რომ
გინდა არ გინდა შენ, როდესაც შენს ირგვლივ და ბევრი ადამიანი არ ფიქრობ შენაირად რაღაცებს საკუთარ თავზე იღებ პასუხისმგებლობას, გინდა არ გინდა ქმნი თვითონ ტრამვასაც დღესასწაულად აქცევ და ეს პასუხისმგებლობა გარკვეულწილად გაქვს. შეიძლება უფრო დიდხანს ეცოცხლო, უფრო წარმატებული ყოფილიყო მასშტაბურად, ან მსოფლიო მასშტაბისთვის მეტად მიაღწია, მაგრამ მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი ადამიანს აი ამ ქვეყანაში ვინც დავიბადეთ დაგვეხმარა და ზოგადად ეს ქვეყანაც ცოტათი უფრო კულტურული გახდება. იცით რატომ მხოლოდ ნიჭიერი ადამიანების დაბადება და სიკვდილი ქვეყანას კულტურულს არ ხდის, მთავარია მათთან რა დამოკიდებულება გვექნება. ეს პროცესი გვინდა არ გვინდა ახლა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და ხდება და მე მჯერა ცოტა მეტად კულტურული საქართველოს რა თქმა უნდა იცით რა შეუძლებელია იყო ირაკლი ჩარკვიანი და ვერ გააცნობია რომ მაშინაც როდესაც ძალიან ისე თავისუფლად და საინტერესოდ ცეკვავდა მაშინაც როდესაც სცენაზე იდგა მღეროდა ყველაფერს ძალიან ისეთი იყო შთამბეჭდავი ირაკლი და აცნობიერებდა მგონი არც მალავდა პირდაპირ იძახდა რომ ეკავარ და ძალიან ბევრი ის გამაღიზიანებელი იყო იმიტომ რომ რაღაცა ასეთი კონვენციური თავდაბლობის იმიდან გადიოდა. მე რამდენიც ვაცნობიერებ მაგ ადამიანს, პირიქით მოჩვენა საკმაოდ თავდაბალი ტიპი იყო იმით. ურთიერთობაში აბსოლუტურად ზუსტად იცოდა თავის როლი და რა და არაფერს არ მალავდა. თავის იმ მხარესაც არ მალავდა, რომელიც იცოდა რომ ეგრეა ნამდვილად რა. აბსოლუტურად რეალობას აქვს. შეიძლება მაგ თვისებიდან გამოდის ეს უცნაური რაღაც პარადოქსი, რომ უამრავი ადამიანი თავს თვლის ძალიან ახლო მეგობრად ირაკლი ჩარკვიანის. ეს შესაძლებელიც არ არის შეიძლება ფიზიკურად იმდენი ადამიანისთვის, რომ ყველაზე ახლოს იყო ირაკლისთან, ყველაზე კარგად იცნობს. იცი რატომ ხელოვნებაში იმდენად გახსნილი იყო ირაკლი, რომ გინდა არ გინდა თითქოს შენი ოჯახის წევრია, თითქოს შენი სათქმელი თქვა, უბრალოდ მოახერხა და თქვა, კარგი მელოდიით დააფიქსრე ის რაც გინდოდა გეთქვა, ამიტომ ყოველთვის ძალიან ნათესავია რა. თუ ხალხი ესეთთვის ესე იგია, მისთვის ესეა, ეს არის მთავარი ალბათ შემთხვევაში და არა ზოგადად ეგ რამდენჯერ ყავს ნანახიან რა ურთიერთობა მქონდა. სულიერი სიახლოვეზე, რაც მნიშვნელოვანია, ბევრად. კაი და წიქს რა დაუბრუნდა. მე კინაღამ დავშალე, იმიტომ მართლა ისეთი ნერის არის. ჯერ ახალი და ესე ახალი გამოჩვენა ხელში ამ ძირი არასოდეს. არა. გიგას აი აქ თქვენ თვალწინ უნდა მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ გიგას იდეა იყო. ამ წიგნის საერთოდ აი ამ სახით გამოცემა და ძალიან ზუსტ დროს, ზუსტ ადგილას გაუჩნდა გიგას ეს იდეა. ცოტა ხმაურიანი ადგილი იყო და კარგად არ მესმოდა, მაგრამ მივხვდი რომ ეს უნდა იყოს და მიხარია რომ საერთოდ ეს ფონდი ავტოგრაფი კიდე მომავალშიც ბევრ საინტერესო პროექტს გააკეთა. ზოგი ორგვერდიანია, ზოგი მოკლეა, ზოგი ცოტა მეტია ნაწერი. ასე რომ ფაქტობრივად გიბიზგებს რა, იმიტომ რომ ისეთი ის არის, მაგრამ აინტერესებს ეხლა ერთ რაფა უწერია 6 გვერდი, ერთ 2 თქვა, მაგრამ მაინტერესებს 2 გვერდი იყო ჩვენი მაქსიმუმი. ხო, თუმცა იქ არის რაღაცა 4-5 გვერდზე არის გაშლილი. პრინციპში არ შეგვიზღუდავს არავინ იმაში რომ თავის საქმეები ეთქვა. სუბიექტურობას ვითხოვდით ჩვენ შეგვიძლია ხა მაგრამ არა ფოტო ნახოთ. ფოტოები არის მართლა ძალიან ისეთი უნიკალური. ირაკლი, გეგა კობახიძე და კახათოლორდა. თოლორდა. ანუ ცენზურა არ ყოფილა, იყო უბრალოდ რაღაცა ესეთი ეს იყო მათი სათქმელი, რომელიც შეიკრიბა და გაერთიანდა. საკუთარი თავი. გაგალომიძემ გაუკეთა რედაქტირება წიგნს. ფოტოები რაღაცა პირადი არქივებიდან იყო? კი ფოტოებში კეთათო დაგვეხმარა. ეს ფოტოები აი შენილოა რა. ინტიმური ხო, კარგია რომ შავ-თეთრია, ისე ამას თავისი ხიბლი აქვს, რა თქმა უნდა, ხო და სხვაშორის საინტერესო მომენტი იყო, ეხლა ხან აკადემიაში სწავლება როგორ არის? თავისუფლება მეტია, იქ არ არის ესეც ლექციო რაღაც ერთი კაცელო. მაგრამ ჯგუფრობ ზევართ ხოლმე ხანდახან მკატრობის გარდა საუბრობთ უამრავ რამეზე და აი სულ ეხლა ხარ რაღაც რამოდენიმე კვირის წინ საუბრობთ აი მუსიკა, მხატვრობა, ხო ეს ერთი რაღაც საოცარი და ვინ მოგწონთ? პატარები არიან ახლა ისინი მისთან დაბალ კურსზე მაქვს საუბარი და
უცებეთი ამოსიცი რა ყველაზე უფრო მომწონს ირაკლი ჩარკვიანი. იმდენად მოულოდნელი იყო და რა ისეთი დისკები იდოდა ისეთი რაღაცან რომ მუშაობ ცოტა დაბალ ტონალობაში ეს კარგად ფონს ქმნის საოცრად ხატვის დროს და მოტივაცია პრაქტიკულად ყველაფერი იცოდა ამ გოგონს. და ისეთი ატოვებდა თან ესე შტაბაშულებს რომ მანდამაც უნდა ცოდნა დაუშვათ მაგრამ იცით როგორი მოტანილი ის იყო ეს ირაკლი ჩარკვიანი კი არ იყო როგორც ადგილობრივი ნაციონალური ქართული მუსიკა ხო ცოტა შედარებების არამედ ეს იყო ზოგადად მუსიკაზე საუბარი და მსოფლიოში მუსიკა აი მსოფლიოში დაუშვათ მას ყველაზე უფრო მოსწონდა ირაკლი ხოთეშერს ნიუ-იორკიდან მომწერა ჩემმა მეგობარმა რომ ვიღაც ბიჭს მოეწონა, მოკლედ ძალიან კარგი გარეგნობა აქვს ამ გოგოს გამოელაპარაკა და როგორც კი გაიგო რომ ეს გოგონა არის საქართველოდან, შენ ირაკლის ქვეყნიდან ხარო და წაუღიღინა სიმღერები. ერთის მხრივ მე მოხარული ვარ რომ საქართველო არ იქნება ასოცირებული ტირანებთან, დიქტატორებთან. ირაკლის საქართველო ბევრად უფრო მისაღებია პირადად ჩემთვის რაღაცა გიმო. ჩემთვისაც მე არ ვიცოდი ნინო დარასელს თუ ინგლისურს ასწავლი და აი ამ წიგნიდან გავიგებ ბოლოს ესე ასრულებს ნინო თავის წერილს ვერ სკოლიათ ინგლისურის მასწავლებელი მეფე. ირაკლი ჩარკვიანი. მე თუ შეიძლება პრეზენტაციაზე ციგნის პრეზენტაცია ხვალ არის დაგეგმილი მწერალთა სახლში და იქ ხვალიდან უკვე ეს ციგნი გავა ფართო გაყიდვაში გავრცელდება ქსელში და აუცილებლად მინდა მადლობა გადაუხადო აჭარა ბეტკომს რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც გამოიცა ეს ეგეთ ხალხს ყოველთვის ახსენებთ ხოლმე ორივე იმის გარეშე იმიტომ რომ საინტერესო პრეზენტაცია იქნება ავტორები მოვლენ წერილების როგორც ჩანს ხო დღეს ჩვენ მოწესრიგეთ ვერ დავითეთ მაგრამ თუმცა არ არის შეზღუდვა დასწრება შეუძლია ყველას თავისუფალია დასწრება და ну რა თქმა უნდა ეს ავტორები ვინც აქ არიან და დასწრება და შეძენა ციგნის ხო? სურვილი პირველ რიგში ამისი ჩდება განსა მარტო რომ დაგიბღავჭები ეს გამოფენ აქ ხო ეს უცოდ ნამეთქვა პრეზენტაციაზე ჩვენ ასევე გვექნება გამოფენა ეს არის ირაკლის ფოტოების გამოფენა და რამოდენიმე ტილოს გამოფენა რომელიც არის შესრულებული ირაკლის მიერ და ესე ფართო საზოგადოებისთვის ჯერ არ არის ცნობილი გიოს ფოტოები გააქვთ უმბოთის გიოს მამხრივად საინტერესო მგონი იქნება ერთ-ერთ შეფასება შეიძლება პატარა ის მომევიდა რომ სწორედ რომ აი ესეთ მომევიდა ეს იყო ფერადი მუსიკა იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წამოვიდა იმიტომ რომ ხატრობა და მუსიკა ერთად მithumetes მე რო ვნახე ირაკლის ნამუშევრები რამოდენიმე მაქვს ესე შემთხვევით ნახე სწორედაც აი ამ ფერის ექსპრესია ეს არ არის რაღაც ტრადიციულად ნაწერი ტექნიკურ საშუალებას გულისხმობ არამედ ლაქობრივად სხვადასხვა ფერი გელაპარაკა და შესაბამისად ექსპრესიაც მეტი აქვს აქ მობისხვლიდან სხვანაირად და იმიტომ შემოდის მუსიკა პარალელურად ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი ძალიან პატარა აბზაცი ირაკლის მუსიკა მარტივია რომ ამბობენ ყველაფერი მარტივი გენიალურია უბრალოდ სიტყვები არა მართლა ეგრეა ის ზუსტი რაღაც გრძნობა რომელიც ყველა ეპოქის ადამიანში ჩნდება შეგრძნებასავით არის რაღაც რაც არასდროს ხდება ალბათ ისიც მთავარია რომ ირაკლი არ იტყუებოდა რასაც აკეთებდა სიმართლეა და სიმართლე პრინციპში არ ბერდება მიასდია სამი სიტყვებია და ძალიან კარგია ესეც მოკლედ ბევრი ისეთი პასაჟია რომელიც ძალიან სხვადასხვა კუთხით ძალიან მრავალფეროვნად დაგანახებთ ირაკლი ჩარკვიას და ბატონ გელას წერილით იწყება ხო ეხლა ვერ მოვასწრებ სამწუხაროდ თლიანად რომ გადავხედო მაგრამ მე მგონია რომ გარდა იმისა რომ იქნება ძალიან ემოციური ბატონ გელა ძალიან პროფესიონალური შემფასებელია მისი რაღაც თითქოს სუბიექტურობის გვერდზე გადადებითაც რა თქმა უნდა მაგრამ პირველ ყოვლისა მაინც მამაა და ის ტკივილი ამ წერილში იგრძნობა შვილის დაკარგვის მაგრამ რაც დრო გადის გელასთვისაც უფრო კარგი ახსაქმელი ხდება ირაკლის შემოქმედება იმიტომ რომ მიუძღვნა ტრიპტიხი დაწერა ირაკლის 20 კომპოზიციაზე გელამ და პრინციპში მუსიკით ცხოვრობს დღეს გელა და ძალიან კარგია
ძალიან კარგი, თვითონ კარგი კომპოზიტორია სხვათა შორის. თავისი პიესებიც ძალიან საინტერესო აქვს და ირაკლის მუსიკასთან მეტად მიახლოვებას ამჩნევთ ყველანი და ძალიან სასიხარულოა. ეთათმოც რა დაწერე, ეგეც მაინტერესებს ახურებს. ვერ იპოვისათ ადგილს. არა, მას მოგიყევი. არა, ძნელია მე მოვწერა დავწერე, საერთოდ გამიჭირდა დამეწერა, იმიტომ რომ რაღაც ერთი კონკრეტული დღის გახსენება არ მინდოდა. არ გამომივიდოდა უბრალოდ და იმ დღეს ვერ ავარჩევდი ვერც გაცნობისას, ვერც ბოლო დღე არ მინდოდა ეს დაკონკრეტება და ზოგადად ჩემი დამოკიდებულება დავწერე. სხვათა შორის ისეთია ნაკლებ ემოციურია, საკმაოდ მშრალია, მაგრამ ეგეთი მინდოდა ზუსტადაც რომ ყოფილიყო. იმიტომ რომ მის მეგობრებს საკმაოდ ემოციური წერილები აქვთ და ხონა შენ ემოციური დაგწერე. რა არ იქნებოდა აბილი და იმიტომ ზოგადად მისი როლი ჩემთვის და ამ სოციუმისთვის ჩემი ხედვა დავაფიქსირე, მაგრამ არ გინდა ეხარწევი. არა, ჩემთვის ხო, ძნელია გადააფასო მირაკლის სარკანის როლი კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში. და დანარჩენებზე უკვე ვისაუბრეთ. ძალიან მართლა ისეთია, გარდა იმისა, რომ სასიამოვნოა, საინტერესოა, დამაინტრიგებელია ამ წიგნის წაკითხვა. რაღაცნაირი გინდა რომ გქონდეს შენ გინდა რომ პირველმა წაიკითხო, იმიტომ რომ რაღაც მე მაგათ ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ ირაკლი ჩარკვიანი დღესაც აგრძელებს ჩვეულებრივად არსებობას, როგორც ხელოვანი და კიდევ უფრო იხსნება მისი ყველანაირი რაღაცა შრეები, რომელიც დარწმუნებული ვარ ამ წიგნში არის და ვინას მოგყვება, თავი მოეწონებოდა ეს წიგნი ირაკლის? ფიქრობდი ამაზე? ხო? ფიქრობდი რა გიგა და ქეთათო თქვა. მოეწონებოდა რა, იმ ადამიანების ხედვა, რომლებიც ფაქტიურად მისთვის შეუძლიათ ირაკლისზე ილაპარაკონ. ეს მისთვის რომელიც იქნებოდა. არ აგვირჩევი აქ ადამიანები იმ კუთხით, რომ მაინც და მაინც პოზიტივი დაეწერათ. ვერ ვიპოვეთ ისეთი ადამიანი, ვისაც ნეგატივი შეეცოდა ეწერა. თორე კი ბატონო, ხო? ანუ ეს შეზღუდვაც არ ყოფილა. აი მაგას შეკვეთასაც უნდა გეღოწეს. რა ანუ არ ყოფილა შეზღუდვა. იყო თავისუფალი ყველა ადამიანი დაეწერა ის, რაც თხოვდით პირიქით, მისი ძალიან სუბიექტური აზრი დაეფიქსირებდა. ნაცნობად შეათერო ვერ იპოვა. ხო, ამ წიგნშიც ზოგადად თავისუფლების ხარისხი ჩვენი ყოველთვის ჩანს ალბათ. აი ალბათ ეს სხვა ხარისხი ლაპარაკობს ყველა ირაკლისზე, ხო? ეგეც არის. აი ეს ვიზე რა გახსენდება, ხო არა? ფაქტია რომ ეს წიგნი არის აუცილებლობა, რომელიც ძალიან საინტერესოა და უბრალოდ ისეთი რაღაც შეიძლება გადახედო და გადააფასო კიდეც. რომ მოულოდნელობაც აღმოჩნდეს. ამბები არის, მოგვეწევს აი. აი გარი ცხოვრება. და იკითხება ძალიან კარგად. ამიტომაც ქვია ამბავი მეფეზე. ამბავი მეფეზე, ხო, ნუ აი. მოკრემედი არ გაშურებთ, მაგრამ რა ვქნა, ჩვენ ჩაგვივარდა პირველებს ეს წიგნი და ხვალ წერათა სახლში 8 საათზე ყველას გაქვთ საშუალება მიხვიდეთ. კაი საუბროთ წერილების ავტორებთან ერთად შეიძინოთ და თქვენ გეკნებათ წიგნი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს მოსვლისთვის და წიგნის წარდგენისთვის. რეკლამის შემდეგ სრულიად სხვა თემის დაგვრჩებით.